მოგესალმებით მეგობრებო, დავბრუნდით შემდეგი ვიდეოთი და ეს ვიდეო იქნება უკვე ამ კვირის UFC ავსტრალიის ქარდის ბეტინგ განხილვა. ანუ განახებთ ჩემ ბილეთებს და ვილაპარაკებთ ცოტ-ცოტას ამ ქარდზე ბეტინგის მხრივ. სანამ დავიწყებ ვიდეოს, თხოვნა მექნება რომ დავალაიქოთ ვიდეო, გამოვიწეროთ არხი თუ არ გაქვთ გამოწერილი ჩემი არხი და დამიწეროთ კომენტარები. სანამ გადავალ ამ კვირის ქარდზე, ტრადიციულად ჩავხედოთ წინა კვირას, ვნახოთ ჩვენი ბილეთები. სამწუხაროდ ვერაფერი ვერ გავამწვანეთ წინა კვირას, ორიგინალური ბილეთებიდან, რაც მქონდა ნაჩვენები თქვენთვის. ახლოს ვიყავით, ძალიან ნორმამ გაგვიფუჭა, ძალიან ვენდობოდი ნორმას, მეგონა რომ მოიგებდა, მაგრამ ძალიან გულოთი ჩხუბა, შეეძლო თავისუფლად მოეგო, მაგრამ ისეთი შთაბეჭდილება დამცა, რომ მინიმალურის გაკეთებით უნდოდა მაგ ჩხუბის მოგება და ზუსტად მაგითო წააგო. შევხედოთ მოკლედ და ორი სიტყვით ვილაპარაკებ ბილეთებზე. პირველი ბილეთი რაც მქონდა 7.25 კუშით. პირველი პოზიცია მქონდა ბარსელოსის და ჯექსონის ჩხუბში 4-5 რაუნდზე ნაკლები, რაც არ წამოვიდა პირველივე. 3 რაუნდი იჩხუბეს და გადაწყვეტილებით მოიგო ბარსელოსმა. პირველ რაუნდში ძალიან დიდი შანსი ჰქონდა მოტელ ჯექსონს დაეფინიშებინა, ნოკდაუნი მიცა, მაგრამ გადაურჩა ბარსელოსი. და დესიჟენამდე მივიდა, ანუ 4-5-ზე მეტი წამოვიდა ამ ჩხუბში. მეორე პოზიცია იყო ნორმა დუმონტი, რამაც გაასხა. და მესამე იყო ალჯამაინ სტერლინგი იუსეფ ზალალის ჩხუბში, ზალალის მეხუთე რაუნდიან დესიჟენი. ამანაც გაასხა. სამივე პოზიცია გაწითლდა ამ ბილეთში. ეს გამწვანებულია, არ ვიცი რატო, რაღაც შეეშალათ ეთყობა საიძე, ეს ბოლო პოზიცია, მაგრამ ამასაც წაგებული აქვს. მეორე ბილეთი, რაც ძალიან ახლოს იყო, ერთმა პოზიციამ გააფუჭა. 9.66 კოეფიციენტი, პირველი პოზიცია მქონდა რაუნდი ბარსელოსის გამარჯვება, როგორც თქვით, დესიჟენით გაიმარჯვა. მეორე პოზიცია იყო რაფა გარსიას მესამე რაუნდიან დესიჟენი, დესიჟენით მოიგო რაფამ. ძალიან კაი პოზიცია იყო ეს, underdog pick-ი, თან დესიჟენით კოეფიციენტი მოემატა და ბოლოს დუმონტმა გააფუჭა. მესამე ბილეთი, სადაც ნორმამ გააფუჭა, ასევე 12.46 კოეფიციენტი მთლიანობაში. პირველი ერიკ მაკონიკო underdog pick-ი 3 და 12 იდეალური წამოვიდა. მეორე პოზიცია ჰქონდა დეივი გრანტის და მარტინეტის ჩხუბში მესამე რაუნდიან დესიჟენი, ესეც წამოვიდა, დესიჟენით მორჩა ეს ჩხუბი, დეივი გრანტმა მოიგო 1.40 კოეფიციენტი. მერე მესამე ჰქონდა რაფა გარსიას და ჰერნანდეზის ჩხუბში მესამე რაუნდიან დესიჟენი, ესეც წამოვიდა, როგორც თქვით, ისევ ნორმამ გააფუჭა აქ და ბოლოს ალჯოს და ზალალის ჩხუბში რო ქულებამდე მივიდოდა ჩხუბი, ესეც წამოვიდა 12.56 იყო მთლიან ჯამში. საერთოდ ძალიან მაგრა ვენდობოდი, ყველაზე მეტად ნორმა მეგონა და ზუსტად მაგიტო ყველა ბილეთში მაგიტო ჩავსვი ნორმა დუმონტი. ძირითადად ესე ვაკეთებ ხოლმე ჩემ ვიდეოებს თუ უყურებთ, გეცოდინებათ, ერთ მებრძოლს ვიღებ ხოლმე და ძირითადად ყველა ბილეთში ვათამაშებ ხოლმე. ამჯერად ძალიან ცუდად მოუწია, ნორმა მეგონა ყველაზე მეტად და ზუსტად მაგის გამო გააფუჭა, მაგრამ ხო რა რაღაცნაირი ესეთი სტილი მაქვს რა, ვაბანგზე მივდივარ, თითქოს ან ყველაფერი ან არაფერი სტილში და ამ ქარდზე არ გაამართლა და ბოლო ბილეთი რაც მქონდა, პირველი პოზიცია იყო ჯულია პოლასტრი, თავიდანვე გაფუჭდა ეს, წააგო პოლასტრიმ. მერე იყო ბუჩეჩას და სპანის ჩხუბში 1.5 რაუნდზე მეტი, ესეც არ წამოვიდა, 20 წამი დააკლდა ამ პოზიციის გამწვანებას. მესამე პოზიცია იყო დეივი გრანტის და მარტინეტის ჩხუბში, რო დესიჟენამდე მივიდოდა, ეს წამოვიდა, დუმონტი აქაც რა თქმა უნდა გაფუჭდა და ბოლოს სტერლინგის და ზალალის ჩხუბში ბოლომდე რომ მივიდოდა ჩხუბი, ეს წამოვიდა. მოკლედ არ გაგვიმართლა წინა კვირას, მაგრამ თუ ვინმემ რაღაც პოზიციები აიღეთ დუმონტის გარდა, რა თქმა უნდა, შეიძლება რამე წარმატება ნახეთ, იმიტომ რომ ნორმა დუმონტის გარდა სხვა პოზიციები წამოსულია და იმედი მაქვს რომ რაღაცაში დაგეხმარათ ჩემი პოზიციები, თუმცა ისეთი ხახამშრალიც არ დავრჩენილვარ ამ ქარდზე, როგორიც ერთი შეხედვით ჩანს, იმიტომ რომ live betting-ზე გავაკეთე რაღაც ფსონები, მე მაქვს მაგის საშუალება, რომ live-ზე გავაკეთო betting-ი, იმიტომ რომ ამ პოლონურ საიტზე, სადაც ბეთაობ, არის მაგის საშუალება, live betting-ის რეჟიმი აქვს ამ საიტს და ზუსტად მაგ live-ზე დადების გამო წამოვიღე საკმაოდ ბევრი ბილეთი და მოგებაშიც დავრჩი, განახებთ მაგ ბილეთებსაც. პირველი რაც მქონდა ტალიტა ალენკარის ჩხუბში, პოლასტრისთან მეორე რაუნდის შუაში, რომ ნახე რომ ვერაფერს ვერ აკეთებდა პოლასტრი, უკვე აგებდა ჩხუბს, თავის ჩხუბს ვერ ჩხუბობდა, ძირს გადაყავდა ალენკარს და მოკლედ 1.59 კუში დავიჭირე, ჩვენივრად წამოვიდა. მეორე რაც იყო ჯაფელ ფილოს და კოდი დურდენს შორის, კოდი დურდენი ნახტად არ მეგონა ამ ჩხუბს თუ მოიგებდა. წინა 4-5 ჩხუბში, სადაც დიდი underdog-ი იყო, ყველგან ფიქავდი. მაგრამ იმდენად გამიცრუა იმედი, რომ ბოლოს ეხა აღარ დავფიქე და მაინც ეხა მოიგო, მაგრამ აი live-ზე მაინც დავიჭირე, პირველი რაუნდი რომ ნახე რა კარგად ჩხუბობდა.
მეორე რაუნდში ესეც live betting-ზე მშვენიერი 3.50 კუში ამოუგდე. მესამე ჭხუბი ვიქტორ ვალენზუელა, აქაც მეორე რაუნდში ნახე რომ ჯობნიდა გრიფინს და 1.50 კუში როცა ქონდა, მაშინ დავბეთე, ესეც წამოვიდა მესამე. შემდეგი იყო დეივი გრანტის ჭხუბი, აქაც მეორე რაუნდში რომ ნახე მარტინეტის აშკარად ჯობნიდა 1.80 კუში დაუჭირე აქაც. შემდეგი იყო ალჯოს ჭხუბი, ბოლო ჭხუბი, აი ეს დავდე სანამ ჭხუბი დაიწყებოდა, მანამდე ალჯოს მეხუთე რაუნდიან დესიჟენი 3.22 მშვენიერი გუში, ესეც მშვენივრად წამოვიდა და ბოლოს ყველაზე კაი ბეთი რაც გავაკეთე ამ კარტზე, იყო აი ეს ბილეთი მიშელ მონტაჟის ჭხუბის დაწყებამდე დავწერე მიშელ მონტაჟი და მივაბი ერიკ მაკონიკო 6.70 მშვენიერი გუში წამოვიდა ესეც. ანუ საერთო ჯამში პლუსში გავედი ამ კარტზე და ნორმას რომ მოეგო მოკლედ ძალიან გაასწორებდა, ძალიან გავამწვანებდი ძალიან ბევრს, მაგრამ არა უშაობს რაც არის ეს არის, თუმცა ეს კარტი იყო ძალიან კაი live betting-ისთვის რა, იმიტომ რომ ბოლო 8 ჭხუბი ყველა წამოვიდა ანდერდოგები რა და როცა ანდერდოგი იგებს პირველ რაუნდს კუში მაინც მაღლა აქვს ხოლმე რა ნელ-ნელად ჩამოდის დაბლა და მაგის მიხედვით თუ გაურისკავ შეიძლება რაღაც წარმატება ნახო და ზუსტად აი ესე გაურისკე ამ ჭხუბებს ძირითადად ანდერდოგებზე მოვიგე ხშირად არ ვაკეთებ ხოლმე ამას მაგრამ ზოგჯერ აი დიდი ანდერდოგები როცა ჭხუბობენ და როცა მგონია რომ მაგხელა ანდერდოგი არ უნდა იყოს და 50-50-ია ჭხუბი ჩემი აზრით ვაკვირდები ხოლმე live-ს და თუ ის ანდერდოგი კარგად იწყებს, ის კარგად რა, ანუ ისე იწყებს, როგორც მგონია თავიდან, აი მაგ დროს ვაკეთებ ხოლმე ბეტს და ხშირ შემთხვევაში კარგად მოდის ხოლმე რა. აი მაგალითად ამ კარტზე ეს კარდი, ეს წინა კარდი მაგის ძალიან კაი მაგალითია. კარგად რო ავხსნა ეს სტრატეგია, აი მაგალითად მაკონიკოს ჭხუბზე, როგორც ფიქრობდი, ზუსტად ისე წამოვიდა, მაგრამ მანამდე მქონდა ბეთები მაკონიკოზე და live-ზე არ დამჭირვებია დაბეთვა, მაგრამ აი live-ზე რო დამებეთა მაგალითად, თავიდან ხო დაიწყო ჭხუბი და ვიეირა არის მოჭიდავე, ვიეირას უნდოდა რომ ტეიქდაუნი გაეკეთებინა, ძირს გადაიყვანა მაკონიკო, შევიდა თავიდანვე და ძალიან კარგად დაიცვა თავი, ანუ პირველი ტეიქდაუნის დაცვა ძალიან ბევრს ნიშნავს ჭხუბში, იმიტომ რომ როცა მოჭიდავე დასვენებულზე ტეიქდაუნს ვერ გიკეთებს, მერე უფრო და უფრო გაუჭირდება, როცა უკვე ოფლიანები არიან, მოჭიდება უფრო ძნელია, თან იღლებიან უფრო და დაღლილზე ვაფშე ძალიან ძნელია ტეიქდაუნის გაკეთება და აი რო ვნახე რომ თავიდანვე დაიცვა მაკონიკომ ტეიქდაუნები, აი მაშინ ძალიან დიდი იმედი მომეცა და ვიცოდი რომ მეორე და მესამე რაუნდს მოუგებდა ძალიან დიდი ალბათობით და ზუსტად ეგრე მოხდა რა. ხო და რა ვიცი, ვინმეს თუ გაქვთ საშუალება live betting-ის, შეგიძლიათ მსგავსად მიაქციოთ ხოლმე ყურადღება და გააკეთოთ ხოლმე ბეთები live-ზე. გადავიდეთ ამ კვირის ბილეთებზე და მინდა გითხრათ რომ ამ კვირას ბეთები არ მექნება, მარტო ერთი ბილეთი მაქვს გაკეთებული, რაც გავაკეთე წინა კვირას, ანუ ალჯოს ჭხუბამდე გავაკეთე. ალჯოს და ზალალის ჭხუბში მოვასწარი და დაუწერე რომ ქულებამდე მივიდოდა და მივაბი ამ კვირის უკვე ავსტრალიის კარდის ბეთები რა. პირველი მაქვს კოდი სტილი აღებული კოლბი მაკტიკნესი, ბრენდო პერიჩიჩი და კარლოს პრატესი. ანუ ეს ბილეთი გავაკეთე ალჯოს კარდის მსვლელობის დროს, მაგ დროისთვის, გადახედვის გარეშე, რეებიც მეგონა, ისინი მივაწერე. აქ ყველაზე მეტად მეშინია კოდი სტილის. კოდი სტილს იმდენად აღარ ვენდობი, მგონია რომ ძალიან თანაბარი ჭხუბი ექნება დომარფანთან და ძალიან საშიში პოზიცია მგონია, მაგრამ ეს არის ეხლანდელი ბილეთი და სხვა ბილეთებს არ ვაკეთებ, იმიტომ რომ ძაღლი მყავს 8 თვის გიმბო და საოპერაციოა მოკლედ ვეტერინართან ყავდა მიყვანილი MRI გადაუღეთ და წინა მარცხენა თათზე აქვს ძვალზე აქვს რაღაც პრობლემა თანდაყოლილი, ანუ დაბადებიდან აქვს, სადაც ერთდება ძვალი იტაყთან, ცუდად არის ძვალი ძვალთან შეერთებული და რაც უფრო იზრდება 8 თვისაა ახლა და რაც უფრო იზრდება, არასწორად აწვება ზევიდან ძვალი და სიარულში უშლის ხელს, კოჭლობს ახლა უკვე და რაც შეიძლება მალე აქვს ოპერაცია გასაკეთებელი და მაგისთვის ვაგროვებ ახლა თანხებს და არ მაქვს ფიზიკურად მაგის საშუალება ეხლა რომ ბეთინგისთვის გადავდო თანხები, მაგრამ ტრადიციულად მაინც შევადგინე რამდენიმე ბილეთი თქვენთვის, რომ განახოთ ზუსტად ისეთი, რასაც მე პირადად დავდებდი, ხოლო ჩემ კიმბოს რაც შეეხება, საიტი მაქვს გაკეთებული, დონაციის საიტი, პოლონურ საიტზე მაქვს გაკეთებული, იმიტომ რომ მოგეხსენებათ პოლონეთში ვარ და აქ უნდა
გაუკეთო ოპერაცია 5000 ზლოტი მითხრეს ექიმებმა და ვაგროვებ მოკლედ ამ 5000 ზლოტს, იმიტომ რომ ძალიან მოკლე დროში მიწევს, რაც შეიძლება მალე უნდა გაუკეთო და გაკეთებული მაქვს მოკლედ საიტი, ვისაც სურვილი გექნებათ, შეგიძლიათ დამიდონატოთ. თუ მაგ საიტზე არა, ჩემი ქისაჯის ლინკსაც დავდებ, რომელიც ჩვეულებრივად ქართული საიტია და ჩვეულებრივად შეიძლება დადონატება, სულ მოკლედ 5000 ზლოტი მაქვს შესაგროვებელი, ნახევარზე მეტი უკვე შევაგროვე, 3000 ზლოტი მაქვს უკვე შეგროვებული, მოკლედ 2000 დამჭა და ხო, კიდევ ერთხელ თუ ვინმე სურვილი გექნებათ დახმარების, ძალიან დიდი მადლობელი ვიქნები თქვენი. გადავიდეთ ახლა ამ კვირის ბილეთებზე და განახებთ ზუსტად იმ ბილეთებს, რაზეც პირადად მე დავბეთავდი. შედგენილი მაქვს თქვენთვის 4 ბილეთი მაქვს სულ. პირველი იყო რაც განახეთ, ის ერთადერთი ბილეთი, რაც მაქვს გაკეთებული. მეორე იქნება 6 და 30. პირველი პოზიცია გვექნება Colby Thickness-ი. მშვენიერი 1.76 აქვს Colby-ს ჩემ საიტზე. ძალიან კაი კოეფიციენტი მგონია, ძალიან მგონია რომ Colby მოიგებს ამ ჩხუბს. ფიქრობ დგომშიც უნდა აჯობოს Luis Morales. ძირსაც უნდა აჯობოს და საერთოდ ყველგან აჯობებს, ჩემი აზრით. Luis Morales რაც აქვს ერთადერთი არის კაი head choke-ები, თავს იჭერს კარგად, მაგრამ არ მგონია რომ Colby რამეზე დაიჭიროს, აქეთ ვერ ეჭიდავება, არ მგონია რომ ჭიდაობაში დაჯაბნოს და არ ვიცი, მგონია უფრო დიდი ფავორიტი უნდა იყოს, ზუსტად ამიტომ პირველი პოზიცია არის Colby Thickness-ი, მეორე Brendo Peričićის გამარჯვება Shamil Gaziev-ის წინააღმდეგ, უბრალო გამარჯვება 1.72 აქვს. აქ ვფიქრობ რომ Peričić დაანოკაუტებს Shamil Gaziev-ს თავიდანვე, მაგრამ არაა დიდი განსხვავება ნოკაუტსა და ჩვეულებრივ მოგებას შორის, ამიტომ რო არ იყოს რისკი, პირდაპირ Peričićის მოგება 1.72, ესეც მშვენიერი კოეფიციენტია და ბოლო პოზიცია ამ ბილეთში იქნება Jonathan McCalliffe-ის ფინიში, ანუ KO, TKO ან submission. ძალიან კაი პროსპექტი მგონია McCalliffe და მგონია რომ Themba Gorimbo-ს დააფინიშებს, რაღაცაზე დაიჭერს. მგონია დგომში რაღაცას გაარტყავს, დაანოკდაუნებს Gorimbo-ს და ვფიქრობ ძირს ან კისერს აუღებს და ისე დაასაბმითებს, ან ground and pound-ით მიყვება. 2 და 0 აქვს, მშვენიერი კოეფიციენტია ესეც და მთლიანობაში 6 და 30 გამოდის, ეს არის მეორე ბილეთი. მესამე ბილეთი არის საკმაოდ მსუყე, 22.99 კოეფიციენტით საერთოდ ჯამში. პირველი პოზიცია აქ არის Junior Tafa. Kevin Christian არის ძალიან დაბალი დონის მებრძოლი, მარტო აქ რაღაც რამდენიმე ჩოუკი, შეიძლება Tafa-მ დაანოკდაუნოს და რო ჩაყვება ქვემოდან დაიჭიროს რაღაცაზე, აი როგორც კონტენდერებში მოიგო თავის კონტრაქტი, ქვემოდან ტრაიანგლი შეუკრა თავის მეტოქეს და ვფიქრობ შეიძლება Tafa-ს მსგავსი რაღაც გაუკეთოს, მაგრამ ძალიან დაბალი შანსი მგონია მაინც ვფიქრობ Tafa-ს, იმიტომ იცეს კრისტიანი ავსტრალიაში რომ მოიგოს ეს ჩხუბი. არ მომწონს საერთოდ Junior Tafa, მაგრამ მგონია რომ ეს ჩხუბი უეჭველი მოსაგები აქვს და ძალიან დიდი შანსი აქვს რომ დაანოკაუტოს კრისტიანი ფეხზე. ზუსტად მაგიტო პირველი პოზიცია Junior Tafa, მეორე Robert Brychek-ი Rowstonis წინააღმდეგ. აქ მაქვს აღებული Robert Brychek-ის უბრალო მოგება 2 და 40 მშვენიერი კოეფიციენტი მგონია. ძალიან არ მომწონს Rowstoni რა. მართლა ჟირაფის სინდრომი აქვს, ძალიან გრძელი კისერი აქვს და ყვა აქვს ჰაერში. მგონია რომ გაარტყავს Brychek-ი რაღაცას და დაანოკაუტებს. თუ არ დაანოკაუტა, დაანოკდაუნებს მაინც და მასე წამოიღებს რაუნდებს, თუ decision-ამდე მივიდა, მაგრამ უფრო მგონია რომ რაღაცას გაარტყავს და გათიშავს რა. ზუსტად მაგიტო 2 და 40 Brychek-ის უბრალო მოგება ამ ბილეთში. შემდეგი პოზიცია Jonathan McCalliffe-ის უბრალო მოგება ასევე 1 და 40 კოეფიციენტი, ესეც მგონია რომ Gorimbo-ს მოუგებს. შემდეგი Brendo Peričić-ი, როგორც თქვი, წინა ბილეთშიც გვაქვს, Shamil Gaziev-ის წინააღმდეგ მგონია უნდა გადაუაროს Peričić-მა Gaziev-ს, თან ავსტრალიაში ვართ. Gaziev-ი ზუსტად ისე გათიშა წინა ჩხუბში აკოსტამ, როგორც Peričić-ი თიშავს თავის მეტოქეებს და ზუსტად იგივეს გააკეთებს Peričić-ი მგონია და ბოლოს Quillian Salkilds პირველი რაუნდის KO 2 და 70. მგონია რომ Dariush-ს გათიშავს პირველივე რაუნდში რა. Dariush-ის ყბა უკვე ძალიან სხვაგან არის. ნახდად არ მგონია რომ Salkilds მძიმე ფანჩებს გაუძლოს. ძალიან კაი გრეპლერია Salkilds და ძალიან კაი მოჭიდავია, მაგრამ Dariush-თან ნახდად არ იჭიდავებს, იმიტომ რომ Dariush-ი თვითონაც მშვენიერი გრეპლერი და მოჭიდავია და დგომში იცის რაც არის Dariush-ის სისუსტე Salkilds-მა და გაუტარებს მძიმე დარტყმებს. პირველივე რაუნდში გათიშავს Beneil Dariush-ს 2 და 70 ეს კოეფიციენტი და საერთო ჯამში 22.99. ეს არის ჩვენი მესამე ბილეთი და ბოლო ბილეთი ასევე მსუყე 18 და 37. Brendo Peričić-ის მოგება აქაც ძალიან მგონია Brendo რო გადაუვლის Gaziev-ს. მეორე პოზიცია ისევ Salkilds-ის პირველი რაუნდის KO.
და ბოლო მესამე აქ გვექნება ბრიჩეკის KO-ით გამარჯვება, რაც თქვი, მგონია რომ როუსტონს რაღაცას გაარტყავს და დაანოკაუტებს. ეს სამი პოზიცია მთლიანობაში 18 და 37. კიდევ ერთი პოზიცია, რაც ბილეთებში არ მაქვს აღებული და ვფიქრობ ძალიან რეალურია. ესე ცალკე გეტყვით უბრალოდ, ეს არის ბრენდო პერიჩიჩის პირველი რაუნდის KO შამილ გაზიევთან. ძალიან დიდი შანსი მგონია, რომ თავიდანვე პირველივე რაუნდში დაანოკაუტოს ბრენდომ გაზიევი. როგორც ყოველთვის, რა თქმა უნდა, გირჩევთ, რომ პირდაპირ არ გადაწეროთ ჩემი ბილეთები, უბრალოდ აიღეთ რაღაც პოზიციები, რაც ყველაზე მეტად მოგეწონათ ჩემი ნალაპარაკებიდან და ჩემი ახსნიდან გამომდინარე. თუმცა, რა თქმა უნდა, პირდაპირად შეგიძლიათ გადაწეროთ ბილეთები. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ გამწვანდება ყველაფერი. და მოკლედ წარმატებები ამ კვირას და ლაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი, დამიწერეთ კომენტარები და შევხვდებით შემდეგ ვიდეოში. Peace out.